თქვენ იცით რა ემართება ივანიშვილის კარის ბიზნესმენებს და გავლენიან ჩინოვნიკებს ბოლო პერიოდის განმავლობაში? აი ეს ვიდეო ნახეთ, რომელიც 1 წლის წინ არის ჩაწერილი. 12 წელია ბიზნეს საშუალება მოეცა, რომ ამოესუნთქა. არავის სახში არ უვარდება, არ ხვრეტენ ქუჩაში ადამიანებს და არ აწიოკებენ ბიზნესს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კაცს ნოშიკო ამორაძეს ქვეყნიდან გაქცევა მოუწია და ლონდონს თუ დუბაის შეაფარა თავი. ანუ ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი, რომელიც ოცნების მზეს იფიცებდა 1 წლის წინ, დღეს ქვეყნიდან გაქცეულია და ქვეყანაში ვეღარ ჩამოდის, იმიტომ რომ ემუქრება ფიზიკური და ფინანსური განადგურება. ეს არის ივანიშვილის პარანოიის გამოვლინება, რომლითაც ის მართავს ქვეყანას უკვე წლების განმავლობაში და რომლითაც ის გადაჩეხვას უპირებს ხრამში მთლიანად საზოგადოებას და მთელ სახელმწიფოს. ამიტომაც ქართული ოცნების წევრებო და მხარდამჭერებო, რომლებიც დღემდე შემორჩით მაგ ორგანიზაციას. კარგად უნდა იცოდეთ, რომ ივანიშვილის რეპრესიების აკლემი თქვენს კარებთანაც ჩაიმუხლებს და უფრო მალე ვიდრე გვიან. ამიტომაც მნიშვნელოვანი არის, რომ გონს მოეგოთ და მონაწილეობა მიიღოთ იმ პროცესში, რასაც ივანიშვილის დემონტაჟი და ამ ქვეყნის ოლიგარქიისგან გათავისუფლება ჰქვია.